I had a conversation with a very wealthy friend of mine. He's a Jewish Zionist, and he was talking to me about how much of his money he sends to Israel. Man, I was like, what? Why do you do that? He says, because we as Jews understand that there are some who must man and protect, as they call it, the homeland. And those of us who are sent out into the exiles of the world to build the banks, the pharmaceutical companies, the retail companies, we must send them the resources. But they're completely aligned on what the mission is. მოგესალმებით, ჩვენი ორგანიზაცია ებრაელები ბავშვებისთვის არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც crowdfunding საშუალებით იღებს ფინანსურ შემოწირულობებს ობოლ ბავშვთა თავშესაფრების ასაშენებლად. მართლა. ეს ჩვენი დირექტორი ბატონი ჯონტუა, რომლის საქმიანობაც ჯერ ვერ გაგვიყვებია. კი თითქოს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია კომპანიაში, მაგრამ მაინც დიდ დროს ამოწევს. ეს მოკვდა? ჯეკი ხო? არა, დისტანციური არ გამოგვადგა და მაინც ეს ჩვენი კომპანიის მთავარი წარმომადგენელი ფონდია, რომლის გარეშეც კომპანიის ფინანსები არ იარსებებდა. მართალია იმდენად დაკავებულია, რომ კომპანიაში ერთხელაც არ მინახავს, მაგრამ შორიდან კაი ტიპი. ეს მე ვარ, მაყვალა, რომელიც ვასრულებ კომპანიის მენეჯერის, ბუღალტერისა და ასისტენტის ფუნქციებს. მიუხედავად მრავალფეროვანი ამოცანებისა, შედეგიანად ვმუშაობ თითოეულ სფეროში. ჩემი ძირითადი მიზანი თანამშრომლებს შორის ურთიერთობების ჰარმონიურ და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფაა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომპანიის განვითარებას. ჩემს გამოცდილებაზე და მიდგომებზე დაყრდნობით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის ერთ-ერთ შეუცვლელ როლს ვასრულებ. გაიცანით, ეს ჩვენი HR-ია, ციური. სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთ წარმოდგენა არ გვაქვს რა საკეთებს კომპანიაში, მაგრამ ისე ზოგადად ძალიან კარგი ადამიანი.
ჩვენი ორგანიზაციის მიღწევები განსაკუთრებით ისრაელის წარმოებებთან არის დაკავშირებული. დაბრუნება სამშობლოში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ხაზს უსვამს. როგორც ვიცით, ებრაელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან გაფანტულები. ჩვენი პროექტი კი გვეხმარება, რომ ისინი ბავშვობიდანვე სამშობლოში დავუყენონ. ასევე, თავდაცვითი ომები აუცილებელია სახელმწიფოს თავდეს ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ თავდაცვით ომებს, რათა გარასაფრთხებისგან თავი დაუცვათ. ამაში კი გვირდებით, რომ ჩვენი ორგანიზაცია მოგაწოდებთ ამის საშუალებას. გამოსდის ახალგაზრდებს, რომლებიც ადიქნებიან თავის ქვეყანა დაიცვათ. ჯობდა ჩვენი კომპანიის სახელით გადმოვზევთ ამ სიგელეს, ნამდვილად მაგის მსახურს. ჩვენი ორგანიზაციის მიღწევები განსაკუთრებით ისრაელის წარმოებებთან არის დაკავშირებული. ჯოდა სიგელე. შენი ბონდო! მაჯიმა ხოჩა, სასწაული პროექტი იყო, ისეთი გმაყოფილი არ ვიცი რა, ვიხარ. ბატონო ბონდო ხომ არ დაიღალეთ? წაკოჩი. ოი, ეგობარო. აი გუძე, თო შენ სადგომია შენი თავი. გააგზავნე მუშაობა მაგ. ეს პროექტი ახალი იდეებით და უფრო რაღაც განსხვავებულება გავაკეთოთ. მოქნილი გრაფიკის უნდა ჩავდოთ ესე დისტანციურიც კომპანიაშიც რომ ვიყოთ და ეს რა ვიმუშაოთ რა? დისტანციურს თუ გააკეთებ, ვერ გააკონტროლებ ამ ხალხს. გაიგე ერთი რაღაც ჩვენ გვაქვს დიდი პროექტი, სამშენებლო პროექტია და დისტანციურ მშენებლობას ვერ გააკონტროლებ. მაინც უნდა დავფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება მოქნილი გრაფიკი უფრო კარგი იყოს ჩვენი გამორიცხულია მოქნილი გრაფიკი, როცა არის თანამშრომლებს სამშენებლო უფრო კომპანია. მაგისინა გარდა ვერ გააკონტროლებ თანამშრომლებს მასი და ვერ გექნება ყველაფერი შენ ვალებში გაკეთება. დედლაინს ვერ შეასრულებს. ებრაელები არ მოწყვეტა. რა მოხდეს? გულის ცოტა ეს. რაღაც გამოვა. აბა, მეგობრებო. ახალი პროექტია შემოსული. კარგია. გავდა გავაკეთოთ. ესე იგი, პირველ ადგილია მოსაძებნი. ადგილზე ყვება და მიწოდება არის განსახორციელებელი. ხარჯი არის დასათვლელი. რეალიზაცია არის გამოსათვლელი.